მოგესალმებით ბანდონიკა, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თქვენ ყველგან ყოფნა ნიშნავს არსად ყოფნას 20 ივნის 8-იო. ანუ ხვალ არ მიბრძანდებით ქალბატონი სალომეს მიერ დაანონსებულ აქციაზე. რატომ 20-ში და რატომ არა ხვალ? გიპასუხეთ, მადლობა კიდევ ერთხელ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ძალიან მოკლედ ლაკონურად რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის მიემართა რომ ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებამ, ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, მინდა თხოვნით მოგმართოთ, რომ შევიკრიბოთ ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად, ევროპული პერსპექტივების მოსაყოვებლად, ხორცშესვისთვის და ასე შემდეგ. გელოდებით 6 საათზე 16 რიცხვში და ეს ყოფილიყო სულისკვეთება. რა თქმა უნდა, არათუ მივიდოდი, არათუ არ მივიდოდი, უпростоრედ მოუწოდებდი ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს და თანამოაზრეს. მაგრამ ეხლა თქვენის ნებართვით, სოფო, მე მინდა ძალიან მალე სწრაფად ჩავიკითხო, როგორ დაიწყო თავისი ბრიფინგი, რომ ბევრი არ ვისაუბრო. მე როდესაც ჩავიკითხე, მან რა თქვა, კიდევ უფრო მკაფიოდ აღვიქვი, თუ რამდენად განსხვავებული პოზიცია და დამაზიანებელი ქვეყნისთვის სახელმწიფოსთვის დაიკავა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ციტატა. ბრიუსელში დახვდა ის, რასაც ჰქვია გაფუჭებული საქმე. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. ასე დაიწყო. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ანუ გაფუჭებული საქმე. ყველაზე ნათლად ეს იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას. და შემდეგ ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, თავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობას გამოხატავს, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობსო. და საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, რომ ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თავიდანვე მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია ეს რეზოლუცია. კი ბატონო, ჩვენ გусმინეთ ქალბატონ სალომეს, ბანდონიკა. კი ბატონო. ივანიშვილი კარგია და მისი პარტია ცუდი, რომლებმაც ვერ დაულაგეს და ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო უსამართლო. ეს თქვა, ასე დაიწყო ამ ბრიფინგი. კი ბატონო. მოკლედ ქალბატონ ზურაბიშვილს ეს არ ეთქვა და რაც სულ ზემოთქი რომ მოემართა თხოვნით, ყველა უნდა გავსულიყავით ნამდვილად, მაგრამ ნუ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი ითქვა და გავიმეორებ, გაყო ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი და მოუწოდა საზოგადოებას მის მიერ დაანონსებულ აქციაზე გასვლა. ერთის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაბიჯები უნდა გადადგას და არა იქ ძველ თბილისში მაიდანზე, ევროპის მოედანზე დადგეს. მისგან ნაბიჯებს ელის ევროპის შესაბამისი სტრუქტურები და არა აქციებს. და მთავარი იმ საზოგადოებას მოუწოდა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა სოფო მთავარ პრობლემას ამ სახელმწიფოში ხედავს არაფორმალურ მმართველობაში. და ქალბატონმა ზურაბიშვილმა ცხადად გვითხრა, რომ არაფორმალური მმართველობა არ არსებობს ოლიგარქიული წესწყობილება. და ეს შენთვის იყო ანტიევროპული მიმართვა და გამოსვლა, რომელიც დაფუძნებული იყო ყალბ შინაარსზე. აი ამიტომ არ მივდივარ და არც არავის მოუწოდებ იქისთვის, მაგრამ არც არავის ვკიცხავ. ძალიან მალე ბევრი ადამიანი, ნუ მათგან ვინც მიხვდება, ცოტა ხანში მიხვდება, ვინც მივარ, იქ არ უნდა მისულიყო. ისევე როგორც თითქმის გვაკრიტიკებდნენ, რატო არ მივდიოდით ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში. იმიტომ არ მივდიოდით, რომ იკითხებოდა, რომ იქიდან დაბრუნებული პაპუაშვილი არ იტყოდა იმას, რომ გენოციდის ნიშნების შემცველი ფაქტები ვიხილეო. ქალბატონი ვიმეორებ, ძვირფასო მაყურებლებო.
გავიაზროთ რეზოლუციაში პუნქტებად გაწერილი პრობლემები, რომელიც ასობით ევროპარლამენტარმა ხელისაწევით დაამტკიცა. გულისხმობს თუ არა და არის თუ არა ამ პრობლემების და პუნქტების სათავე არაფორმალური მმართველობა. არის თუ არა მედიაზე ზეწოლა არაფორმალური მმართველობის შედეგი. ბატონიკა მართლმსაჯულება და ქალბატონი საპირისპირო საუბრობს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საზოგადოებამ, აქტიურმა საზოგადოების ნაწილმა და პოლიტიკური კლასის თლიანმა შემადგენლობამ არაზა თქმა იქ სადაც სათქმელია. ბატონიკა ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა თუ პარტიული გადაწყვეტილებაა რომ არ წახვალთ 16-ში აქციაზე ყველა თავისთვის წყვეტს პარტიაში, იმიტომ რომ სხვაგან ვიცი რომ სხვა პარტიებს აქვთ არჩევანი დატოვებული პარტიებისთვის ვინ წავა და ვინ არა. ეს არის გადაწყვეტილი პოლიცსაბჭოზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ მიდის ამ აქციაზე 16-ში ხვალ. ნაციონალური რა თქმა უნდა სოფო სიტყვებით ზედმეტია ეხა უბრალოდ მე რომ მკითხოთ გუშინდელი განცხადებით პოლიტიკური კაზუსბელი შექმნა ქალბატონმა ზურაბიშვილმა და თავიდან ბოლომდე გახდა დიახაც თანამონაწილე იმ პროცესისა, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება, ტორპედირების პროცესისა, რომელიც ხორციელდება ქართული ოცნების მხრიდან ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასაზრდელ ნაბიჯებს გულისხმობს. ქალბატონის ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე იქნება მონაწილე და ავტორი და არქიტექტორის ღმერთმა არქნას თუ ჩვენ არადამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღეთ. ანუ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ მოქმედ პრეზიდენტსაც გაფუჭებულ საქმეზე, როგორც თვითონ ამბობს. საბა ბავშვები ხო აღარა ვართ. მარტივი კატეგორიით მინდა აქვს და ქალბატონმა ზურაბიშვილმა მითხრა რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის ზღვის კაპიდან შობილი, არ ვიცი რაღაცა ადამიანი, ანგელოზი და ქართული ოცნება არის ცუდი და ოპოზიციის ძალისხმევა რომ არა, ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის ხსენებას არ მოახდენენ რეზოლუციაში. რა არა ფორმალური მმართველობა, რა არა ფორმალური ელემენტები, რა კომპონენტები ჩრდილოვანი მმართველობის, რა ოლიგარქიული ეკონომიკაო. რა არის ამაზე დიდი ტყვილი, რაც შეიძლებოდა გუშინ ქალბატონ ზურაბიშვილს ეთქვა. საერთოდ არ ვიყავი განწყობილი მე მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გამომევლინა, მაგრამ უნდა ვიყოთ გულწრფელები და რატო უნდა მივიდე რომ ხარდაჭერა გამოუცხადო ქალბატონის ზურაბიშვილის ამ მოსაზრებას. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჩემზე უკეთ ხომ იცის რა ვითარება არის ქვეყანაში, ჩემზე უკეთ ხომ იცის რომ საზრიანობა არაფერი არ იყო გუშინ მისი მხრიდან, ჩემზე უკეთ ხომ იცის რომ კლასიკური ოლიგარქიული მმართველობა ვართ, ჩემზე უკეთ ხომ იცის რომ ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში და კვირების განმავლობაში თუ კი რამეს ცდილობდა დასავლეთში ცდილობდა აეცდა ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ ძალიან კარგად რომ მიუხედავად ყველაფრისა გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური ვითარება და კონტექსტი და ამ შანსმა გვერდით არ ჩაგვიაროს და გაიმეორა ქართული ოცნების გზავნილი გუშინ კიდევ ერთი და მორიგი ბევრი გზავნილი გაიმეორა ჩააფინა ძალიან ოსტატურად, მაგრამ ერთი გაყო ოპოზიციაც რადიკალურად და კონსტრუქციულად. ხო, თქვენ რადიკალურების ნაწილში მოხდით აშკარად, ბატონიკა. აი, მას აქვს ერთადერთი ბერკეტი ხელში, უნდა კითხოთ ახლა. მას აქვს შეწყალების მექანიზმი, ბევრი არაფერი შეუძლია ეს ახლა ვერც სასამართლო რეფორმას ჩაატარებს ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერც ვერაფერს შეცვლის კონსტიტუციაში, მაგრამ მას აქვს შეწყალების ბერკეტი ახლა. ელოდით მაინც უნდა კითხოთ პარტიაში, თუნდაც პატარა პროცენტით მაინც რომ ის ნიკა გვარამიას შეიწყალებდა პრეზიდენტის ყოფილი პრეზიდენტზე აქ საუბარი საზღვარგარეთ კურნალობაში, რა ვიცი, რაღაც მექანიზმ შესთავაზებდა ქართულ ოცნებას. ფიქრობთ რომ მას რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, რაღაცნაირად პასუხისმგებლობას აიღებდა პროცესზეც, რომ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე რაღაცა მაინც გაეკეთებინა. ელოდით ასეთ რამეს? სანამ კონკრეტულ პასუხს გასცემთ, დავამთავროთ თუ შეიძლება აზრი. სიცხადე უნდა შევიტანოთ, მათ შორის მორალური სიცხადის გარეშე დიდი წარმატებები და გამარჯვებები ვერ მოვა, როგორც თქვენ გესაუბრებით, ახლა ასევე ვარ დარწმუნებული. ვერასოდეს ვერ მოვა, თუ მორალური სიცხადე არ იქნება სახეზე. ქალბატონის ზურაბიშვილი თითქოს საუბრობდა და ცდილობდა რომ გამაერთიანებელი სიტყვა ეთქვა და
მაგრამ ოპოზიციის ნაწილშიც მოახდინა სეგრეგაცია და კი თვალთვალიდან მე პირადად მომიაზრა ალბათ ნამდვილად დესტრუქციულ და როგორც მან ბრძანა რადიკალურ ოპოზიციაში. ესე არ გაკეთიშობილები ვარ ნამდვილად რომ მან მომიაზროს კონსტრუქციულ ოპოზიციაში. ესე იგი მე დავდიოდი ბრიუსელში ვიყავი მანამდე როტერდამში მეგობრების ვაბარდები და რას ვეუბნებოდით? რას ვეუბნებოდით, რომ ბიწყვილებს ვეუბნებოდით? სიცრუის ტირაჟირებას ვახდებით, ამიტომ იქ მისვლა ყოველად წარმოუდგენელია ჩემთვის. მაგრამ არ მკითხავ, იმიტომ რომ ნაწილს მეგობრებისა, რომლებმაც გამოთქვეს ზატყოფნა იქ მისვლისთვის. მესმის. მისასვლელად. რა უნდა ექნა გუშინ სალომე ზურაბიშვილს, უნდა გამოეყენებინა თუ არა შეწყალების მექანიზმი, ბატონიკა. სოფა, ეს არის კატეგორია წარმოუდგენელი. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ ქვეყანაში არ არის არაფორმალური მმართველობა, ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ ოპოზიცია რო არა და ესეთი უმოქმედო და უნარო ხელისუფლება რო არის, ევროპარლამენტარები შეცდომაში არ შევიდოდნენ. რა მინდა იქ რატომ მივიდე? გავიგეს ბატონიკა, არ მიდიხართ მორალური არგუმენტებიდან. ევროპას დასავლურ მომავალს არ პარავს, არ სერიოზული პრობლემა არის, სოფო. სერიოზული პრობლემა არის, როდესაც ჩვენ ვერიდება უარის თქმა. თქვენ ახლა თქვენ პოლიტიკურ კოლეგებს გულისხმობთ ალბათ ბატონიკა, თქვენ ამბობთ რომ არ კიცხავთ, მაგრამ მაინც კიცხავთ მათ ვინც მიდის აქციაზე, ასე გამოდის თქვენ საუბრიდან. არა, ამაზე საუბარიც რო გვიწევს ეხლა. გიბატონო, იმიტომ რომ ხაბატონი ზურაბიშვილი ბატონ ყობახიძეზე მეტად ყარი მოკავშირე წარმოჩინდა გუშინ. მეტად. კი, ხაბატონის ზურაბიშვილისთვის ალბათ მოულოდნელობა იყო. ბოლოს, როდესაც გაიგო ბრუსელში რა განწყობა იყო, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვს, ერთი თვის წინ დაახლოებით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ხაბატონ ზურაბიშვილს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაკავშირებით სანქციების სიგნალები რამდენად რეალურად მივიდა. მახსოვს მისი პასუხი, კი ბატონო. მან პასუხი გასცადა. მე ამდენ და პასუხი მახსოვს მე დიახ, რომ იცით რა, რამდენ შეხვედრას ვესწრები და არსად არაფერი მткуლაო, კი ბატონო. კი ბატონო, მოდით დავუბრუნდეთ მორალურის გარდა, დავუბრუნდეთ პასუხისმგებლობას, ბატონიკა, ნახეთ რას გეკითხებით, თქვენ მორალურ ეხება გუშინდელ მოლოდინს. რა თქმა უნდა, მოლოდინი გაანგებ არ შევიქმნები, ეხლა მეგობრებთანაც ვსაუბრობდი, მაგრამ იმედის ნაპერწკალი რო შეიძლება რაღაცა ცისკავადოზე რაღაცა გაბოჭდეს, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანს, რომელსაც მეგობარი ყავს ციხეში, ადამიანურად, რა თქმა უნდა, ხო, აუცილებლად გულში მქონდა, მაგრამ მოლოდინი პრაგმატული მოლოდინი არ მქონდა. აღჭურვილი ინსტრუმენტით ხალბატონი ზურაბიშვილი ნაცვლად იმისა, რომ ერთ პუნქტს ასრულებდეს მისი მხრიდან, ხო? რა უნდა იმაზე, რომ ლესელიძეს და კოტე აფხაზის ქუჩაზე და ევროპის მოედანზე და რიყეზე, რა უნდა აკეთოს? რა შუაშია და ამით კიდე ცდილობს რომ ვიღაცას გამოურეცხოს ტვინი, რომ შესაძლებელია ერთი დღით ადრე ევროკომისიის მიერ მოსაზრების გამოცხადებამდე ამან გავლენა იქონიოს. ეს მოსაზრებები დაწერილია უკვე. დაწერილია, წერტილი მძიმე დასმულია უკვე. რატო აკადრებს საზოგადოებას ამას? პასუხისგებლობა თავიდან ბოლომდე იქნება ხალბატონ სალომე ზურაბიშვილზეც. ისევე როგორც იქნება ბატონ ყობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე და სხვებზე. პოლიტიკური სპექტრი არის საზოგადოების ნაწილი. პასუხისგებლობა დაიკისრება ხალბატონ ზურაბიშვილს, იმიტომ რომ ის ადამიანები არ თვალთმაგცობენ მაინც. კი ბატონო, ბატონიკა, ეხლა უნდა გითხოთ პოლიტიკურ პროცესზეც და ამით ვასრულებთ საუბარს. პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში 17-ის და 24-ის შემდგომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია, რაც არ უნდა ცდილობდეს ახლა ხელისუფლება იმის თქმას, რომ ეს არის სიმბოლური და არავითარი სერიოზული დღეს არ წყდება, ეს ასე არ არის. და ეს იცის 80%-მა საზოგადოების, ვინც ევროკავშირში და ევროინტეგრაციის გზას უჭერს მხარს ამ ქვეყანაში, ხომ? პოლიტიკური პროცესი უფრო შეკრული იქნება თუ არა? საზოგადოების ერთობა უფრო ხაზგასმული იქნება თუ არა? ან უნდა იყოს თუ არა? ხარ თუ არა მზად ამის შემდგომი პროცესისთვის? მე ვფიქრობ, საკმარისად არის და აუცილებლად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, იმ მოსაზრებაში, რომ ისტორიული გამოწვევაა და პროცესია და
შესაბამისად ღირსეულად დავხვდებით ამ გამოწვევებს დარწმუნებული ვარ მე ამაში ჩვენ ვერ უნდა მოვთხოვოთ გულისხმობ იმ ადამიანებს ვისაც ყოველ შემთხვევაში იცით მე ხა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში მაიძულა ესწავლებია ყველაფერი რასაც ვხედავ არ დავიჯერო ისე როგორც ზოგჯერ რაღაც მარილი შაქარს გავს უნდა გაერკვე კარგად, გულწრფელობის ნაკლებობა არის, მაგრამ საკმარისი რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისა, საკმარისზე მეტი იტყვიან თავის სიტყვას. ეხლა ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელიც გუშინ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცალკევა, თითქოს ერთი ალთას იყოს მეორე ბალტას, ესაუბრება მხოლოდ თავის ბიუროკრატიას, მათ შორის იმ ადამიანებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მარწუხები არ მოეშვათ. მათ იცით რომ განსაკუთრებით ბიზნესის კონიუნქტურულია ამ ტიპის მართვის სისტემებში და მათ ელაპარაკებიან და ესაუბრებიან ჩემზე კარგად იცის ქართული ოცნების ლიდერშიპმა რომ დრამატულად შევცირდა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა რომელიც გაჭრილად ამბობს რომ ქართული ოცნება არის პროდასალური ძალა დრამატულად შემცირდა და კოლევერზე დაყრდნობით არის ეს და ისინიც ატარებენ და ჩვენს ვატარებთ დიახაც ხედავ ასევე ოლიგარქიული მმართველობის ბოლო კუდის მოქნებებს ადამიანების ასე თქვა დამონათებას ვისაც რა შესაძლებლობები აქვს იმის ჩრდილში გაყვანას რომ ამ ისტორიულ პროცესს მოწყვიტოს და ქართული დემოკრატიული ოპოზიციის გვერდით არ დადგეს ხედავ ამ ყველაფერს და გულისკევი დააღნიშნავ მაგრამ არა უშავს ნამდვილად გაცილებით მეტნი ვართ და გაცილებით შეკრულებულად ვიდრე ჩან ვართ და გაცილებით მეც მუშაობ ვიდრე გონია და ამაზე არ ვსაუბრობთ რომ მე სამიზნე შუბზე პოლიტიკური არ დავიხატოთ და ქართულ ოცნებას დღეების განმავლობაში პროპაგანდის განვითარების შესაძლებლობა არ მიეცეს ღირსეულ სიტყვას ქართული საზოგადოება იტყვის ვინც არ უნდა გადგეს განზე ამ პროცესისგან დაშინებით შანტაჟით არ ვიცი მე კიდე იქ წლების განმავლობაში კიდე მოთმენით კი ბატონო პოლიტიკური სპექტრი თუ იტყვის მე ეს კითხე კი ბატონო თავის სახელი დაერქვა და ყველას თავის სახელი დაერქვა ვინც არ უნდა იყოს ეს დიდი მადლობა ნიკა მელიას რომელიც გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში რომელიც არ მიდის ხვალ პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე მაგრამ მიდის 20-ში 8 საათზე რუსთაველზე